გამარჯობა, დღეს 25 აგვისტო 2025 წელი, მე რატი ვარ მოჯერი ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ პროექტს ჩემი თვალით ნანახი ჯარი. უკვე ტრადიციულად თადარიგის მთავარ სერჟანტ თორნიკე თორაძესთან ერთად და დღეს სტუმრად ყავს თადარიგის მასტერ სერჟანტი კობა მერკვილაძე. მადლობა რომ მოხვედი. როგორ ხართ? შესანიშნავად. ერთი პასუხი გვაქვს. აქვე დიდი მადლობა ყველას, ვინც უკვე გამოიკვეთად ეს ერთგული მაყურებელი გვყავს, გარდა ამისა, ყველას, ვინც გვიყურებს პერიოდულად, ვისაც არხი უკვე გამოწერილი აქვს, ვისაც არა, ახლა ის როა გამოიწვევთ ეს არხი, დალაიქოთ ვიდეო, გააშეროთ სოციალურ ქსელებში, ასე თქვენ YouTube-ის ალგორითმს ეუბნებით, რომ ამ კონტენტის ხრება ღირს და სხვებსაც შესთავაზებთ. სანამ კობას უფრო ახლოდან გაგაცნობთ, გეტყვით დღევანდელი ეპიზოდის თემას. დღევანდელი ეპიზოდის თემა იქნება თანამედროვე ბრძოლა, თანამედროვე ბრძოლის წესები, ჩართულობა, გამოცდილება, შეიარაღება და ამ ყველაფერს განვიხილავთ, ასე ვთქვათ, რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე. და მიუხედავად ამისა, აქაც არ ვწდებით კონცეფციას ჩემი თვალით ნანახი ჯარი. იმიტომ რომ ორივე ბატონი იბრძოდა უკრაინაში. დაიჭერე კიდევაც, ხო? დიახ, უნიშნელო თუმცა საბრძოლო ჭრილობაც აქვს. მე კი ტრადიციულად დამკვირვებლის სტატუსით, როგორც ჟურნალისტი, ვაშუქებდი ამ ომს, ვაშუქებდი მისი დაწყების დღიდან, როგორც ადგილზე უკრაინაში, ასევე საქართველოსთან. მოკლედ, დავიწყოთ თორნიკე, სიტყვა შენია, გაგვაცანი კობა. კი ბატონო, კობა პირველ რიგში მეგობრობ დიდი ხანია და ესე იგი ძალიან დიდი გამოსვლება აქვს თავდაცვაში, თავდაცვა შეერაგებული ძალები, მაგრამ ერთია პრინციპში. დაახლოებით 9 თუ 10 წელი კობა ხო? მთავარი სერჟანტის თანამდებობაზე. ნუ დაგაბნევს ახლა ჩემი რეგალია. არა, სხვათა შორის, როგორ არის, მასტერ სერჟანტი რო არის კობა, არის რაღაც ხარვეზების გამო, რომ ჩემზე ადრე და ძალიან დიდი ხნის წინ, ხო, ერთ-ერთი პირველი იყო სხვა კობებთან ერთად რო დაასრულა დაამთავრა თან წარმატებით მთავარი სერჟანტის კურსი ამერიკაში. თანამდებობებზე, მთავარი სერჟანტის თანამდებობაზე დაახლოებით 10 წელი იმსახურე, ხო, როგორც მახსოვს. პირველი არა და ხო მეორე იყავი დაახლოებით საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურად რო დაინიშნე. სოდაშ არის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი უკვე როცა ტრანსფორმირება დაიწყო ამ თანამდებობების და სერჟანტი არ იყო დაქვემდებარებული რაღაცა მეთაურის შემდეგ, აი მაგ სიახლეში იყო კობა, რომ მეთაური იყო უშუალოდ ცენტრის. შუალედური როლის შესრულება კი არ გიწევდა, უშუალოდ ხელმძღვანელობა გიწევდა, ქვედანაყოფის ყავდა შტაბი და ასე შემდეგ. კი ბატონო. დავასრულებ. ანუ სრულად ვერ მოვყვები რა თქმა უნდა, მაგრამ ბრიგადის სერჟანტი, მე სამხედრო პოლიციის მთავარი სერჟანტი იყო, ერთ-ერთი რეფორმატორი არის იმ გზის, როდესაც მოხდა სამხედრო პოლიციის რეფორმირება და ტრანსფორმირება, ესე რომ ვთქვათ, რაღაც იმდროინდელი არსებული სისტემიდან უფრო საბრძოლო ქვედანაყოფს პლუს სამხედრო პოლიციას მაგას შენ უფრო მარტივად განმარტავ თუ იქნება მაგას საუბარი, მაგრამ რაღაც ბატალიონებად რო გარდაიქმნა მაგ პერიოდში მოგიწია მსახური სამხედრო პოლიციაში და მოკეთ აი ეს მანდაც ესე ვთქვათ სიახლე იყო მთავარი სერჟანტის როლი სამხედრო პოლიციაში. იქაც კობა იყო პირველი მე ისე შენ კობა მეორე კობა და მე უკრაინაში პრინციპში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. ჯერ უმალავდით ერთმანეთს. ჯერ უმალავდით, მე მაინც გულმა ვერ მომიწევთ, რომ ეს ძალიან დიდი ხანი იყო. და დისლოკაციის ადგილზე მომაკითხა. ხო და მოკეთ ჩემი დიდი პატივისცემა ამ ადამიანს დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს და გამოხმაურება ექნება კობას თავისი დიპლომატიური ურთიერთობები ძალიან ბევრი რაღაც საქმეების გაკეთება მოუწია მოკლედ ჩვენთვის და თავდაცვის ძალებისთვის. მოკლედ რომ შევაჯამოთ ორივე მთავარ სერჟანტი და მასტერ სერჟანტი მთავარ სერჟანტთან გათანაბრებული იმ თავი ჯარისკაცები არიან, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ქართული ჯარის რეფორმირებაში და იმ კონდიციაში მიყვანაში, რაშიც ახლა არის, ხო, პრაქტიკულად და ისინი არიან სწორედ ამ რეფორმის ნაწილი და შესაბამისად იციან რას წარმოადგენს თანამედროვე ქართული ჯარი და ასევე პირადი გამოცდილებით იციან როგორი არის თანამედროვე ომი, იმიტომ რომ მიუხედავად ის რომ თითქოს ომია, მაინც წლებთან და ეპოქებთან ერთად იცვლება. მოდი დავწყოთ იმით, საერთოდ როგორ აღმოჩნდით უკრაინაში, რატომ ალბათ გასაგებია, მაგრამ თქვენი პერსონალური პოზიციას გაგვიზიარეთ და რო ჩახოდით რა დაგდათ, ელოდით თუ არა იმ სიტუაციას, რაც იყო და აქედან დავიწყოთ ყველაფერი, ჯერკობა, მე რავი 24 თებერვალს გავიღვიძე და ტელევიზორს არ უყურებ საერთოდ და ვიღაცა მითხრა ტელევიზორი ჩართეო და რომ ჩავდე გავიგე ომი დაიწყო. მე სოციალურ მედიაში რაღაც ვნახე კადრები და ერთი კვირა დამჭირდა დაახლოებით იმისთვის რომ იქ ჩავსულიყავი რა ეხლა.
მოგეხსენებათ რესურსები ყოველთვის არ აქვს მით უმეტეს თადარიგში მყოფა და მე მგონი ერთი კვირა დამჭირდა რომ მომეფიქრებინა და ერთი კვირა დამჭირდა ანუ ეგრევე წახვედი ხო? ხო, აბა რესურსებს ვაგროვებდი უბრალოდ რა მეორე დღეს 25-ში უკვე ცდილობდი რომ წავსულიყავი, ვერ წავედი, რადგან ჩემი ძალიან ბევრი მეგობრები არიან იქ ხა არა მარტო ქართველები, არამედ უკრაინელებიც მათ შორის რა, აი თორნიკეს ახსოვს უკრაინის შეერაღებული ძალების მთავარი სერჟანტი მათ შორის ალექს კოსინსკი. არსებული მთავარი სერჟანტია ხო? წლებია უკვე მე თვითონ მკითხავ უკვე ძალიან დიდი ხანი არის სერჟანტი არის მაგრამ ალექსი კოსინსკი კიდე ბევრი არიან მოკლედ რა ვისთანაც მეგობრობდი სხვადასხვა კურსებზე შევხვედრილ ვართ ერთმანეთს და ასე შემდეგ. ისედაც ბევრი მეგობრები მყავდა და გარდა მაგისა ეგ რომ არ ყოფილიყო სამართლიანობა მოითხოვდა რომ მე და ჩემნაირი გამოცდილების მქონე ადამიანი უკრაინაში ჩასულიყო და დახმარებოდა იმ ერს რომელსაც თავს დაესხა აგრესორი მტერი მოწინააღმდეგე რა ვიცი დემონი. ის რა ქვია? ორკი. ორკებს. იცი რა არის? დღემდე რჩებიან ადამიანები, ვისაც კარგად არ ისმის, რატომ მიდიან ქართველი მებრძოლები უკრაინაში და თქვენი პერსონალური პოზიცია რო გაგვიზიაროთ, რატო წახვედით? ბევრი მიზეზებია, მათ შორის ერთ-ერთს ვიტყვი რა. უკრაინა ჯერ ერთი ძალიან დიდი ქვეყანა არის, რომელთან რუსეთთან ომი, ყველას ეგონა რომ სამ დღეში აიღებდნენ კიევს, მაგრამ აგერ მე-4 წელიწადია მიდის ეს ომი და გარდამავალი უპირატესობით ხდება იქ რაღაცეები, ეს გლობალური პოლიტიკის ბრალია მე თუ მკითხავთ, ანუ ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე და არა იმიტომ რომ უკრაინა რაღაცა არ შეუძლია, პირიქით შეუძლია, მაგრამ შეზღუდული რესურსები აქვს. ხო და იმის თქმა მინდოდა რომ უკრაინაში უფრო ადვილი არის ჩვენი საერთო მტრის დამარცხება, ვიდრე საქართველოში იქნება და ამ ეტაპზე, იმიტომ რომ იქ უფრო დიდი ფართომასშტაბიანი ომი არის და დიდი ერია უკრაინა. ანუ მე იმას კი არ გულისხმობ რომ უკრაინელების გამოყენება ის არის სასურველი იქნებოდა მათ საწინააღმდეგოდ. უბრალოდ დაემთხვა გარემოებები ესე რომ საერთო მტერი აღმოჩნდა და იქ უფრო ადვილად დავამარცხებდით მტერს ვიდრე აქ ჩვენთან. როგორც ჩვენს ისტორიას აქვს ესეთ მაგალითები რომ პოლონეთში მოხდა მე ჩვენი იუნკერების მხრიდან მათ წინააღმდეგ. ანუ რაღაცნაირად ისტორია მეორდება, ხშირად კავშირი ეს პირდაპირ გაავლო. მაგრამ ნუ პრინციპში პირველი არ არის რომ ქართველები რაღაც მხრივ ჩვენს მტერს არა ჩვენ ტერიტორიაზე, არამედ სხვაგან ებრძვიან. შალვა მაღლაკელიძის ფანი ვარ საერთოდ, ანუ მართლა გეუბნები, იმიტომ რომ სწორი იდეებით და სწორი მიმართულებით განავითარა, რაც განავითარა თავის დროზე ახლა. რო ვთქვა რაღაც შეიძლება ის დაბლოკონ რა, მაგრამ არ ვთქვა. ხო, ხდება დემონიზება ხდება არა და მაგ თემის და ძალიან ცუდი არის. არა და ადამიანი ეროვნული იდეებით იყო შეპყრობილი და ცდილობდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებას ისევ იმ წითელი ჭირისგან, რომელმაც წითელმა ჭირმა 70 წელიწადი ჩვენ აი რა მდგომარეობამდე მიგვიყვანა და დღევანდელი ეს პროგრუზინული ეს მენტალიტეტი რომ გაგვაჩინია, ეს არის იმ 70 წლის შედეგი. მოკლედ შევაჯამოთ, როგორც მე აღვიქვი და პრინციპში აქამდე ასე ვფიქრობდი, საერთო მტერი და მეტი და სამართლიანობა. სამართლიანი მშვიდობა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ გუშინ იყო საქართველოს კონსტიტუციის დღე და ასევე უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. მადლობა თქვენ, რომ იცავთ საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს, იცავდით და დარწმუნებული ვართ, რომ საჭირო გახდა კიდე დაიცავთ და ასევე მადლობა იმისთვის, რომ უკრაინის დამოუკიდებლობასაც იცავდით. ვფიქრობ, რომ ეს ორი თემა ერთმანეთთან გადაჯაჭვულია და მოკლედ ასე ვთქვათ ერთიანი ბრძოლა ერთი მტრის წინააღმდეგ. შენ როდის და რატომ წახვედი? რატომ გასაგებია თქვი უკვე როდის და მე ერთმანეთს როგორ გადაეკვეთეთ და მე უკვე გადავიდეთ იმაზე რა დაგხვდათ ადგილზე. როდის წავედი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩავედი კონკრეტული მისიით. პრინციპში რაღაცნაირად ჩემი მისია იყო რომ მე ისევ და ისევ გიორგი ანწუხელიძიდან გამოვედი მაგ თემაში, მართლა მინდოდა რომ ნებისმიერი გზით გზაშიც არ მომიფიქრია ვიცოდი რატომაც მიდიოდი. მინდოდა რომ როგორც მინიმუმ ერთი name-tag ეგრეთ წოდებული ანწუხელიძის გვარი ამ ტვიფრული მოწინააღმდეგის ჯიბეში ჩამედო და ისე გამეშვა თავის ქვეყანაში რომ უბრალოდ მერე გაერკვიათ რას ნიშნავდა ეს და ალბათ გაარკვევენ. შევასრულე, კი, შევასრულე და აგრძელებენ შესრულებას სხვათა შორის. ეგ იყო ჩემი მიზანი, ასე ვთქვათ და როგორც კი მომეცა მაგის შესრულების საშუალება და რაღაცნაირად პირობა არ მქონდა დადებული, მაგრამ საჭიროება დავინახე და
ამით დასრულდა ჩემი მისია მოკლე ვადაში ესე რომ ბროვარების მხარეს მოგიწია რა უნდა მაგას გამარტო არა ხო როგორ არის მე აგმისველი რომ კობა დროა უკვე გასული საიმის ჩვენ თავარ სერჟანტებს და ზოგადად სერჟანტებს გვაქვს აი მართლა 90% ჩვენი საერთო მეგობრების ამერიკაში არის ალბათ მარტო ამერიკაში ალბათ სხვაგან არ ვიცი არიან ჩვენი მეგობრები რომლებიც მაშინ კავშირზე იყვნენ ჩვენთან ამერიკაში ძალიან მაგრად მოხმარებოდა ჩავედი მე და კობას სურათი დაიდო თუ არა მაშინაში გამოხმაურება და რა იმეთი დახმარება ხო არ ჭირდება და ეგ ფული თავარი ეგ იყო ხო წარმოდგენა შეიძლება ხო რაღაცნაირად ფულით დახმარება და სწორი წარმოდგენა იყო იმიტომ სწორი წარმოდგენა იყო ყველას მიგონია რომ იქ ქართველები მიდიან იმის გამო რომ რაღაც მატერიალური დაინტერესება არის და ამ დროს არ არის არანაირი მატერიალური დაინტერესება შეკითხვა არა ვერ იტყვი მაგას კობა ეგეც არის მაგრამ არა პირველი საწყისი არ არის ვერ გექნება იმდენი იქ არის 100,000 გრივნა არის 120,000 გრივნა არის ჯარისკაცის ხელფასი უკრაინელისაც ქართველისაც ბრიტანელისაც მოზამბიკელისაც და კენიელისაც რა რამდენია რა დაახლოებით დოლარში ვიტყვი რა დაახლოებით $3,000 არის და უკრაინა არ არის ის ქვეყანა სადაც $3,000 დიდი ფული არის იმიტომ რომ შეიძლება თვეში დაგეხარჯოს $1,500 დაახლოებით მხოლოდ შენი აი პირადი მოთხოვნილება და აღჭურვილობაზე საუბარი არა ჩვენ რო ჩავედით მაშინ ფრონტის ხაზზე ყველაზე მეტად უჭირდა უკრაინას მე დღევანდელ პრეზიდენტს რაღაც სხვა მიმართულების ადამიანები რო აკრიტიკებენ რომ ომი დაიწყო მე პირიქით ვაკრიტიკებ რომ ომისთვის არ მოემზადა და ყველაზე მოტივირებული ხალხი ვინც იყო ციხეში ჩასვა იცის თორნიკემ ჩემი მეგობრები ვინც არიან ვისთანაც მეგობრობდა ის ხალხი ციხეში ხაზოვის ნაწილზე არის საუბარი ხო ციხეში იყვნენ და ომი რო დაიწყო მე იძულებული გახდნენ რომ ეს ხალხი გამოეშვა და ამ ხალხთან ერთად ანუ გაკეთდა 2 ბატალიონი თავდაპირველად კიევში და დაერქვა ეს ტერეო აზოვ კიევ რა ამასთან ერთად მინდა რომ რაღაცნაირად ის ბიჭებიც ვახსენოთ თუ მე მგონი წინააღმდეგი არ იქნება არავის ბიჭები ვინც იქ იბრძოდნენ ზოგადად ქართველები მაგრამ ის ბიჭები ჩვენ კონკრეტულად ვისაც ვისნობთ სერჟანტთა აკადემიიდან არ გვინდა ამიტომ რომ ის არის რა ქვია არის რაღაც გარკვეული დღეს რა ძალიან ცუდი სტატუს კო არის მაგასთან დაკავშირებით და გარკვეული პირობები მაგრამ მივხვდი ვიზეთ საუბრობ ხო მივხვდი რა ჩემი ძმაკაცი არის და პირობები არის იმისა რომ ხელი შეეშალოს მას სანამ არავის ხელი არ შეეშალოთ უბრალოდ ვახსენოთ რომ ქართველების კონტინგენტი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია თუმცა დაგსახსოვრად და მაგას ვამბობდი ხა თუმცა სხვადასხვა დანაყოფებში და არა მხოლოდ დანაყოფებში რაღაცნაირად ერთმანეთთანაც ბოლომდე შეხმატკიბრებულები არ არიან ხოლმე თუმცა მაგას შევეშვათ ახლა თავარია რომ რიცხობრივად ბევრი ვართ სამწუხაროდ მსხვერპლიც საკმაოდ დიდია ქართული და ხსოვნა და დიდება მათ სულებს ვინც ამ ბრძოლაში დაეცა და ახლა გადავიდეთ უკვე უშუალოდ ბრძოლის მეთოდებზე რა გვაჩვენა უკრაინამ როგორი არის ახალი თანამედროვე ომი? კარგად დავიწყეთ რა. თავიდან როგორ დავიწყეთ და სადამდე მივიდა დღეს რა. ანუ რატომ მინდოდა ამაზე ხაზგასმა რომ მომზადებული არ იყვნენ სრული მარაზმი იყო, ქვედანაყოფები იქნებოდა აღჭურვილობა არ გააჩნდათ. ანუ მატერიალურ დაინტერესებაზე რო წავიდა საუბარი, ხალხმა აქედან ჩასულმას და ადგილობრივ მოხალისეებმაც ძალიან ბევრი ფული დახარჯეს რომ აღჭურვილობა ჰქონოდათ. ჯავშანჟილეტები არ ჰქონდათ და ჩაფხუტები. ვალანტიორებისგან შემოდიოდა მე მახსოვს ის რაღაც საშინელი ვადაგასული ბრიტანული კევლარის ჩაფხუტები შემოვიდა რომელიც ალბათ არგენტინაში გამოიყენეს ბოლოს რა იქ ის ხო ნუ ვისაც თავიდან ისე იყო რომ საჭიროებიდან გამომდინარე ვერ ხვდებოდა რაც ზედმეტი ქონდათ რაღაც ამაგ რესურსით მომარაგება ხდებოდა მეც გეტყვით რომ ისინი რა ქვია ქართულად არ ვიცი შემდუღებლები რო არიან რა შემდუღებლები სვარშიკები და ისინი რა ტოკარები რა ხარატები ეს ხალხი რა შვებოდა იცი სადღაც შეულობდნენ ფილებს ანუ ლითონის ფილებს ამას ჭრიდნენ რაღაც ფორმებზე და ურიგებდნენ ბიჭებს რომ ქონოდათ რამე მაინც დამცავი ქონოდათ იმიტომ რომ პირველ დღეებში რუსები დომინანტობდნენ არტილერიით ძალიან მაგრად ანუ უკრაინულ ძალებს საარტილერიო საშუალებები არ ქონდათ ისე იმდენი რა და პირველმა დღეებმა აჩვენა რომ რუსები დომინანტობენ საარტილერიო საშუალებებით სერიოზულად. მე მომიწია ეხა იმიტომ უხარი ბროვარების მიმართულებით მოგიწია მე თორნიკეს რომ მე შუაში ვარ. არა კიევის ერთ მხარეს შუაში არა თავში ხარ და ვიტყვი რატომ.
ბროვარები რო გაერღვიათ და შემოსულიყვნენ, აქეთ გადმოსულიყვნენ, აქეთ ნაპირზე, ანუ მარჯვენა ნაპირზე კიევი შეიძლება მართლა აღებული ყოფილიყო, ან მოშუნი, სადაც მე მომიწია, ანუ ეს არის გორენკას კიევის თავზე არის დაახლოებით. ორივე მიმართულება არის ჩრდილოეთით, ერთი ჩრდილოეთ დასავლეთით, ერთი ჩრდილო-აღმოსავლეთით. დიახ, აუცილებლად შემოვიდოდნენ და დაიკავებდნენ კიევს. პლაცდარმი იყო იმის მიუხედავად, რომ ბუჩა იცით ხო, ანუ ირპენის ხიდი. შენ იყავი ხო ბუჩაში? კი. ირპენის ხიდი იყო ჩანგრეული, ანუ აფეთქებული შემოსასვლელი არ არის. მაგ შემთხვევაში ერთი იყო და იმისი რა ქვია, ქვემოთ არის კიდე ერთი ხიდი, რომელიც ისიც დანგრეული იყო, სხვათა შორის უბრალოდ მწყობრიდან იყო გამოსული რა. და არ გაცდნენ იმას. მათ აფეთქებაშიც შემი ინფორმაციით ქართველების ხელი ურევია, სპეციალურად უკრაინული მხარის ქართველების ხელი უფრო ურევია დამბის აფეთქებაში, რომელმა დამბამაც რეალურად გადაარჩინა კიევი ირპენკა რო ადიდდა, თუ იცით, მან მაგაში ურევია ქართველების ხელი. ხიდი ირპენკის ადიდებაში თუ ხიდის და ირპენკის ადიდებაში. რამაც მერე შეაფერხა სერიოზულად რუსული ჯარები და რამაც რეალურად დაიწყო შეტევის საშუალება, ჩვენ ძალებს რა. აი, ეგეთი იყო ვითარება ადგილზე რო ჩავედით, მოკლედ ცოტა დეზორიენტაცია, არასაკმარისი შეიარაღება, არასაკმარისი აღჭურვილობა, უცოდინრობა და აბსოლუტური ქაოსი. სამწუხაროდ მეც ეგ დავინახე, ცოტა შემეშინდა კიდეც, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი რა ცოტა ელიტურ ქვედანაყოფთან მომიწია თითქოს დაბანაკება გადასვლა რაღაც ტერიტორიაზე და სერიოზულად ჩავფიქრდი მაგაზე, იმიტომ რომ ის ანუ ალკოჰოლი იყო მთავარი და არა მარტო, იმიტომ რომ ის არა მარტო ხო, ნუ გამაბრუებელი ესე რო თქვა. ესე კონკრეტულად არ მინდა მოვხაზო, მაგრამ ეგ არასიფხიზლე ძალიან ხელს უშლის და მე არ ვიძახი რომ ზოგადად ესე იყო. კონკრეტულ მომენტში მართლა დავიძაბე, რაღაც თავდაცვაშიც გადავედით ბიჭები, რომ გაკვირვებულები ვყურებდით, ნამდვილად ხდება. თან რა არის იცი ამას პლუს მართლა ბრძოლიდან გამოსული ბიჭები, უკრაინელებს გულისხმობ, რომლებიც ფსიქოლოგიურადაც არ იყვნენ და მეგობრულ ცეცხლში ხდებოდნენ პროლეტარიოშნიკებისგან ყველაზე მეტად მეშინოდა ტერიტორიული თავდაცვის აი ქაოსი იყო რა. ქაოსი იყო რეალურად, რომ გამოდიოდნენ ესენი გვესმიან. რომელი თვე იყო მე კი არ მახსოვს. მარტის შუა რიცხვებამდე ესე გრძელდებოდა. მოკლედ მერეც გაგრძელდა ეს ქაოსი. მე თუმცა ჩემი დაკვირვებით მე ესეთი აქტიური ქაოსი, ანუ თავიდან ძალიან ქაოსი იყო და პრინციპში თუ ესე გაუყვებით მოვლენებს პირველი 3 დღე და 3 კვირა შეიძლება იყო აბსოლუტური დომინაცია რუსული ძალების, სწორედ ამის ხარჯზე იყო რაღაცნაირი ქაოტური თავდაცვა. აპრილის დასაწყისამდე გასტანა. ხო, თორსა უკვე მე კონჩეტევა წამოვიდა და მათ შორის ეს ბუჩა ირპინი ეს ყველაფერი მოხდა. რის ხარჯზე გახდა შესაძლებელი, რომ აი ამ ქაოსშივე არ ჩამონგრეული იყო მთელი თავდაცვის ხაზი და მე პირიქით მობილიზება მოხდარიყო და კონჩეტევას გადასვლა. ნუ ჩემი აზრი შეიძლება ვთქვა, რომ ეს რეალურად რის ხარჯზე მოხდა, მაგას მე ალბათ ეს ექსპერტები და ხო ანალიტიკოსები შეაფასებენ. ჩემი თვალით ნახე ჯერ. ხო, ჩემი აზრით ეს მოხდა აი გაერთიანების რა ეროვნული გაერთიანების და სულისკვეთების ხარჯზე. გარდამავალება მოახდინა უცებ. კი, მთელი ერი მობილიზდა რა, ქალი, ბავშვი, დიდი, პატარა, ყველა ერთად იყო მოხუცი. რა ძალიან მნიშვნელოვანია. ეთნიკურად უკრაინელი, ეთნიკურად რუსი ხარკოვი, აი ხარკოვი არის ძალიან ბევრი ეთნიკურად რუსები და ანუ დასახლებული რუსულენოვანი იყო აბსოლუტურად. კი. და ხარკოვი ისე გააბრაზეს ხარკოველები, რომ ეთნიკურად რუსები სხვათა შორის აზოვში ძალიან უმეტესობა არიან რუსულად მოლაპარაკეები. იმის მიუხედავად, რომ ნაციონალისტები არიან. აქვე მინდა ვთქვა, რომ ნაციონალიზმი არის იდეა, რომელსაც სამწუხაროდ დემონიზებას უკეთებენ დღეს და აიგივებენ შოვინიზმთან. არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ხალხო წიგნები წაიკითხეთ. კი, კარგი რჩევა. ვერაფერს დავამატებ. ხალხო წიგნები წაიკითხეთ. ანუ თანამედროვე ნაციონალიზმი ეს არის აბსოლუტურად სხვა რამე პოლიტიკურ ნაციაზე არის საუბარი და არა ვიწრო კონკრეტულ იმაზე რა ქვია. რასაც პრინციპში იყენებს კიდეც მოწინააღმდეგე ძალა, რომ უბრალოდ ეგ იყო მოტივი შესვლის, რომ რაღაც დენაციფიკაცია. ხო, ანუ ნახე ნაციონალისტები გააიგივეს ნაცისტებთან. ერთი ნაცისტები არ ასე, მე კიდე ფაშისტებს ეძახიან. ეს ორი სხვადასხვა აბსოლუტურად სხვადასხვა ხალხია. ფაშისტები იტალიაში იყვნენ, ნაციონალ-სოციალისტები გერმანიაში იყვნენ. აბა რუსები მაშინ საბჭოთა კავშირში ისინი არიან, კომუნისტები არიან მაშინ თავიდან ბოლომდე. ანუ
სანამ ჩემთვის ეგეც ბოროტება. შევიცი როგორ მოგწონს ეგ თემა და სანამ იქეთ გადაგვისროლი აქეთ როგორ მოხდა ეს მობილიზება და ეს ეროვნული კონსოლიდაცია მოხდა გაბრაზება ძალიან მაგრად გაბრაზდა ერი რა მე პოლიტიკურ ერზე მაქვს საუბარი და არა მხოლოდ ეს რაც ალბათ ვერ გათვალეს თუ შეიძლება უნდათ კიდე სავარაუდოდ ვერ გათვალეს რა გარდა მაგისა კიდე მოგეხსენება რომ რუსული ტაქტიკა იყო მოძველებული და ძირითადად იყო დიდ დამტყმელ ძალებზე აი ხშირად გამიგია უდარნი კულაკს სატვარი იმ რაღაცეები და ვიძახდით კიდევაც რა ეს ისული იგივე დაემართათ რაც საქართველოს მიმართ დამტყმელი მუშტი უარესი დაემართა თორნიკე კოლონებზე იწვებოდა პირველ დღეებში შენ გახსოვს ის როგორ იწვებოდა ტექნიკა რამდენი პირადი შემადგენლობა ნადგურდებოდა და ტყვეთვარდებოდა ყველაზე წარმატებული რუსული ძალები იყო სამხრეთის მიმართულებით ზაპოროჟიე ხერსონი დიახ მაგრამ მიკოლაევი ოდესამდე კი რა გამივიდნენ მიკოლაევში და სხვათა შორის აქეთ კიდე ლუგანსკის ოლქში აწვებოდნენ ძალიან მაგრად მაგიტომაც ლუგანსკი პრაქტიკულად დღეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია დარჩენილი უკრაინული კონტროლის დროს ლუგანსკი ასე ვთქვათ შეჭამეს ჩრდილოეთში მაგალითად ხო ჩრდილოეთში გაუჭირდა სერიოზულად მე რელიეფმა თავისი გაზაფხული იყო და დაადნა ის გაყინული თოვლი და მან ჩერნაზიუმი არის და ტორპიანიკები ატალახდა ანუ იძულებულები იყო ეს გაშლილ ფრონტზე ვსაუბრობთ ხა რაღაც ეს ხო მარტო ფრონტი არ არის ომი პრინციპში გადამწყვეტი არის რა თქმა უნდა მაგრამ იქ რაც შემდეგ თვითონ გაცვლილი ქონდა რომ უხეში ძალა და მე რბილი ძალით გაეგრძელებინა და შერეოთ ჰიბრიდული გაეკეთებინა რაღაც მომენტში ორივე მხარე ხან აქეთ იყო მინუსში ხან იქეთ იყო მოწინააღმდეგე მინუსში თუ დავაკვირდებით ხა ამ განული იდეაში პირიქით მოხდა რომ ჯერ წესადეს რომ რბილი ძალა გამოეყენებინათ და ხალხი მოესყიდათ ეგონათ რომ ხარკოველები მაგალითად ვარდები და ყვავილები შეხდებოდნენ მიხაკებით მოხდა საწინააღმდეგო რა იმიტომ რომ გამოფხიზდება იყო ჩემი აზრით მოწინააღმდეგეს კი ერი გამოფხიზდა მაგრამ დღეს ახლა უარესი დაემართა დღეს არ არიან ახლა ისე როგორც იდგნენ თავიდან ახლა ისევ კონსოლიდაცია სჭირდება შეიძლება დაიღალა ერი ხო, გამოფხიზლება ჭირდება, იმიტომ რომ 3 წელიწად ნახევარი დიდი დრო არის იმისთვის, რომ იომო. თან როგორც შენ თქვი, აი ეს არ არის რაღაც შეერაღებული ძალები, სხვა პრაქტიკულად მთელი ერი არის ჩართული სხვადასხვა ფორმით. ამიტომ, როდესაც საუბრობთ, რომ მათ შეძლეს კონსოლიდაცია, ეს კარგია, რომ კონსოლიდაცია შეძლეს, მაგრამ ეხლა მოდი უშუალოდ ბრძოლის ტაქტიკებზე გადავიდეთ, შეერაღებაზე გადავიდეთ. ხო, თავიდან ჩვენ ხედავდით, რომ რუსები ძალიან მასიურად საარტილერიო დაბომბებს იყენებდნენ, საავიაციო დაბომბებს და ასე ვთქვათ, ტიპიური რაღაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მეთოდებს მიმართავდნენ. თუმცა მე შეიცვალა. ამაზე რო გითხრა, თავიდან რა იყო, როგორ იცვლებოდა და რა შედეგი მოიტანა შეცვლა. კლასიკური ანუ warfare რა მიმდინარეობდა ქართულად როგორ არის ბრძოლის წარმოება კლასიკურად წიგნის მიხედვით რა როგორც იყო აი მაგრამ ეს რეალობამ გვაჩვენა რომ ეს იყო მოძველებული ტაქტიკა რადგან განვითარდა არა მარტო ისინი შეიარაღება და სხვა რაღაც საკომუნიკაციო საშუალებები აი დაზვერვის ქვედანაყოფი ფეხით მზვერავი ნაკლებად გჭირდება რადგან არაფერია დრონი, მაგრამ ამ დრონს თავიდან ესე იყო რა, თან გეტყვით. თავიდან როგორ იყო? ჯგუფი გადიოდა, მიდიოდა დრონით, მოხონდა ვიდეო, ხდებოდა ამ ვიდეოს ანალიზი, წერტილების აღმოჩენა, მე იმ წერტილებზე რაღაცა დრო გადიოდა, ის ჯგუფი მიდიოდა იქ. ხო, მოწინააღმდეგის ტექნიკა აღარ იყო ხოლმე. მე იყო კიდეც ეგ სხვათა შორის ცრუ არა, მაგრამ არასწორ მიზნებზე ხო, გაშვებაც ჯგუფების ქართველებისგან ვერჯერ შენ სხვათა შორის რომ აი წავსულვართ არ დავხვედრია და აღმოჩენოთ უფრო დიდ საფრთხეში მე ის მობრუნებული ჯარისკაცი და ქვედანაყოფი ძალიან დიდ კონფლიქტში მოდიოდა შტაბის უფროსთან, დაზვერვასთან, უფროსთან, მე ხდებოდა შიდა კონფლიქტები და ეს დაალაგდა რაღაც მხრივ. თუმცა ამ დროს რუსებს ჰქონდათ ცოცხალ რეჟიმში ხედავდნენ მოწინააღმდეგეს არლანებით და ხო სატელიტიდან არ ვიცი კავშირი რაღაც ჰქონდათ უპირატესობა ჰქონდათ მაგ საშუალებებში. მე ძალიან დიდი შეღავათი მისცა აი ამ ინფორმაციის ჩვენ სატელიტიდან ინფორმაციას უკრაინელებიც იღებდნენ თუმცა ეს იყო რაღაც 1 საათის დაგვიანებით მიღებული რომ აი აქ რაღაცა ტექნიკა იდგა და ის ტექნიკა ერთ საათზე გადაადგილდებოდა სავარაუდოდ თან იცით რომ артиლერია რომ ერთ ბათქს რომ გაისვრის ის იქ აღარ ჩერდება იმიტომ რომ კონტრბატარეა დაიწყებს მუშაობას მათი მიმართულებით ყოფილა შემთხვევები რომ მაგალითად ჩვენი ძალების артиლერიას დაუცლია მთელი საბრძოლო კომპლექტი
მიზანზე, თუმცა შედეგი არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩქარობდნენ და გაქცევაზე იყვნენ, რომ შეეცვალათ პოზიცია. მართლა გეუბნები. რუსებს ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდათ იგივე ზოოპარკებით, რომლებიც აღმოაჩენს მოწინააღმდეგის артиლერიო იმას რა ქვია წერტილებს და კონტრბატარეა დაარტყავს და ჩვეულებრივად გაუნადგურდა და გაარბოდნენ მერე ესენი წავიდოდნენ სანამ პოზიცია შეიცვლდნენ იცის თორნიკემ როგორი რელიეფია რა იქ გზიდან ვერ გადაუხო იმიტომ რომ დანაღმული არის ყველგან საკუთარი ძალების მიერ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა უკან რო გამოდიოდი ტერიტორიული თავდაცვის აი ამ ტიპების მიერ დანაღმული ადგილები შეიძლება რუსულ ტერმინებს ვიხმარ, იმიტომ რომ რუსეთ უკრაინაზე საუბრობთ და ტექნიკა დაახშო. აი არ არის პრობლემა. ყოველთვის ის იყო რადიოსადგურში რა. ნიპირიხაძი ზნაკატანაი კალი რა, აი უკან რომ მოდიოდა იმიდან ანუ გავლილი კვალიდან არ გადახვიდე არავითარ შემთხვევაში რა. იყო კიდევაც შემთხვევები რომ ბიჭები გადავიდნენ, მანქანით აფეთქდნენ უაზროდ სადღაც ზურგში რა. აი სანამ მაგას და ბოდიში ანუ საით მიმყავდა საუბარი Starlink-მა რა ანუ მობილურმა ინტერნეტის პროვაიდერი ალბათ ხო? ინტერნეტმა მობილურმა ინტერნეტმა ანუ გადასატანმა ინტერნეტმა გამოასწორა ძალიან ბევრი რამე ომში. იმდენჯერ ახსენე ტერაბარონო რომ უნდა კითხო რა. ტერაბარონო შენი აზრით ტერაბარონო არის ტერიტორიული თავდაცვა რომელიც შეიქმნა სამოყვარულო ყოფილი სამხედროებისგან პოლიციელებისგან სამოქალაქო პირებისგან რომლებიც აქტიურად იყვნენ დაურიგდათ იარაღი იყო ბლოკპოსტები ქალაქების შესასვლელებში ასევე მაგისტრალებზე საბრძოლო მოქმედებების შემდეგ იყვნენ არ ვიცი ჩართულები ამ ტერაბარონამ უფრო იმუშავა და სარგებელი მოიტანა თუ უფრო ხელი შეგიშალა რეალურად რა იყო სიმართლე გითხრათ ტერიტორიული თავდაცვის იდეა არის ძალიან მაგარი იდეა მათ შორის ალბათ მომზადება შეიძლება უკრაინა ეს გოჩანა შეიძლება ჩვენაირი ქვეყნებისთვის რომელსაც მტერი ყავს ამხელა მტერი ყავს და თან არაპროგნოზირებადი მტერი არის რამ რუსეთს იმისთვის რომ თავს დაესხას რომელიმე ქვეყანა მიზეზი არ სჭირდება რა და ეს ნატოში და ევროსტრუიმში ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რომელიმე ქვეყნის ეს ხო თითიდან გამოწვეული მიზეზია უბრალოდ რუსეთს უნდოდა რომ თავს დასხმოდა უკრაინას თავისი ინტერესების გამო. ზელენსკი მოვიდა პოლიტიკაზე რომ რუსეთთან უნდა დავალაგო, რუსულენოვანებს უნდა უარესი გააწყო. ანუ რუსულენოვანი იყო. ხო, რუსულენოვანი იყო, კრივი რუსეთიდან არის და ის მოვიდა პირიქით აი რუსეთთან დაალაგების პოლიტიკით და მაინც დაისაჯა უკრაინა. ანუ ამით იმის თქმა მინდა რუსეთს არ ჭირდება არანაირი ევროკავშირი და არანაირი ნატო არ არის ეს პირველი სადაც წავიდა 2019 წელს ეს იყო მოსკოვი რომ დალაპარაკებოდა რუსეთის ხელმძღვანელობა. სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილიც თავის დროზე პრეზიდენტად მე შეგნებულად არ ვარ მაგას რომ ვიღაცამ რაღაც არ და არა ანუ ისტორიული ფაქტი არის უბრალოდ ხო და მე იმის მაგივრად რომ გაეძლიერებინათ და მოემზადებინათ ის ზღუდეები რომელიც ზღუდეებიდანაც 2016 წლიდან იცოდნენ რომ შემოიჭრებოდა რუსეთი და დაახლოებით მაინც იცოდნენ საიდან შემოვიდოდნენ და ისიც იცოდნენ რომ ბელორუსი მისცემდა მათ პლაცდარმს და ჩრდილოეთიდან აუცილებლად შემოიჭრებოდა რუსეთი მე იმ დიდ ფართომასშტაბიანმა სწავლებამ ისიც უკვე აშკარა იყო რომ ყველა მიმართულებიდან ცდილობდნენ შემოჭრას მანამდე ზაფხულში საზღვაო წვრთნები ჩაატარეს და უკრაინული გემებიც კი დააკავეს თუ გახსოვთ ეს კი და ყველაფერი იცოდა მაგრამ არ მოეზნდა ტერაბორონო მაინც არ მომზადეს ხო ან ტერაბორონოზე ერთადერთი მე გეტყვით ორი თვით ადრე თუ 2-3 თვით ადრე აზოვის ვეტერანებმა ანდრეი ბილეცკი მაშინ პოლიტიკოსია ეს კაცი და ეხლა გაასამხედროეს ძალად ანდრეი ბილეცკიმ ადგა და შეკრიბა 2 ბატალიონი, უпроსტოდ დააკომპლექტა 1 ბატალიონი მაქსიმალურად შევძელი და დაკომპლექტებული იყო და მეორე ბატალიონი ჯერ კიდევ კომპლექტაციის პროცესში იყო, როდესაც შემოიჭრნენ რუსები ფართომასშტაბიანი შემოჭრა რომ მოხდა და პირველი ბატალიონი უკვე მომზადებული იყო. აი ჯოხებით დადიოდნენ და ემზადებოდნენ ტაქტიკაში. ბახ-ბახ. რა უნდა ბახ-ბახ. სხვათა შორის საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. და ამ აზოვის ვეტერნებმა შექმნეს მე ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი რა მე ვისთან ერთადაც ვიყავი შექმნეს ორი ერთი ანუ სადაც წავედით მე გეტყვით რა უნდა ვიტრაბახოს მაგზა არა ორი
ყველაზე ბრძოლის უნარიანი ქვედანაყოფი იმაში რა მონაკვეთში ეს იყო მაშინ დაერქვა ტერეო აზოვკიევ არც ერთი კაცი გაფორმებული შეერაღებულ ძალებში ოფიციალურად არ იყო იცით როგორ იყო იარაღი რიგდებოდა მაშინ აი ეს მოვიდოდნენ მანქანები და დაურიგდნენ იარაღს მაგრამ კაცი გაფორმებული არ იყო ვის ეწერა მე ამ იარაღებზე აღრიცხვა და უბედურებები მიდიოდა ეს ბიუროკრატია მერე უკვე რო დალაგდა რა კიევის კამპანია რომ დამთავრდა და რუსებმა უკან დაიხიეს და მერე ჩრდილოეთი ფრონტი გადაიბარა სხვა გვედანაყოფებმა ხო ჩვენ ორ ქვედანაყოფს მოგვიწია ზაპოროჟიეში ჩაწასვლა ზაპოროჟიის ოლქში ზაპოროჟიეში ისეთ დროს გადავედით როდესაც რუსებს ძალიან დიდი წარმატება ჰქონდათ ანუ ინიციატივა ჰქონდათ სრულად რა პაკროვსკაიაში ჩავედით მოგეხსენებათ და იქ დახვდა აზოვის ვეტერანი ესეთი როდიონი არის რადიკა ეხლა დღეს არის მე-3 არმიულ კორპუსის მეთაურის მოადგილე არის და მან დნეპრელი რუსულენოვანი სხვათა შორის რა რო აბრალებენ რაღაცებს ესეც რუსულენოვანი და რადიკამ შეკრა ხალხი ანუ მოაგროვა ბიჭები ეს ტერიტორიული თავდაცვის პრინციპით და ერთ-ერთ დაექვემდებარა ერთ-ერთ ბრიგადას რა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას და რომ ჩავედით საუბარი დღე-ღამეში რუსები მაშინ გამოდიოდნენ 5, 7, 10 კილომეტრამდე მანძილს ფარავდნენ და იღებდნენ სოფლებს, იმიტომ რომ რეალურად უკან დახევა ხდებოდა მიმართულებაზე ძალიან სერიოზული. უკრაინული ძალების მიერ. და რის გამო? იმიტომ რომ ძირითადად მან მხარეს ამაგრებდა ტერიტორიული თავდაცვა, ძალიან დიდი შოკი იყო მათთვის ბერდიანსკის დაკარგვა, ანუ ბერდიანსკიმ გამოიწვია მარიუპოლის ალყაში მოქცევაც. და ორი მიმართულებით განვითარდა მაშინ შეტევა იმისკენ ხერსონის მიმართულებით და მარიუპოლის მიმართულებით. ასევე ჩრდილოეთისკენ წამოვიდნენ ძალიან ბევრმა არ იცოდა რა, აი რუსების артиლერიაში უპირატესობამ კიდე ძალიან ისეთი ქაოსი გამოიწვია რა. ძირითადად პირველი დაჭრილები, დასახიჩრებულები და დაღუპულები პირველ პერიოდში რა შეიძლება ითქვას 3, 4, 5 თვე და დღემდეც ხდება ესეთი რაღაც რა. მომზადებელ ქვედანაყოფებში ეს იყო იმის ბრალი რომ როდესაც დაიწყებდა артиლერია დაბომბვას ეს ხალხი ამოხდებოდა სანგრებიდან და გარბოდნენ. იმიტომ რომ შოკი იყო მათთვის და ვერ უძლებდნენ რა. პირველი ანუ რაც შევძეთ უნდა ვიტრაბა ხომ ერთი წეგან ვიძახდი რა. მეც ახლა გისმენდი და მეთქი რომ ჩვენ ორი ქვედანაყოფი შევედით პაკროვსკაიაში დავდექით ჯერ ანუ ჩვენ მეორე ბატალიონი იყო ვისთანაც მე მომიწია ყოფნა და ბატალიონის მეთაური იყო დმიტრო კუხარჩუკი, ეგეც სხვათა შორის აზოვის ვეტერანია, მაგრამ კაცი პოლიტიკოსი არის. კუხარჩუკი. დიახ. სლიპი. ხო, და მასთან ვიყავი რა. მე მივედი როგორც ერთ-ერთი რიგითი მებრძოლი, მაგრამ მომიწია ისე, რომ ამ კაცს არა მარტო მაგის, ანუ მთელი შტაბის კოორდინირება და რაღაცები მომიწია რა მე და მოკლედ ჩავედი თუ არა ჩვენი ბატალიონი გაიყო 6 სხვადასხვა ლოკაციაზე, 6 ოცეულად სხვადასხვა სოფლებში და დავემატეთ ტერიტორიული თავდაცვის სასტავს და ჩვენ უკვე გამოცდილება კიევში მივიღეთ. იმის გარდა რომ ჩვენ საბრძოლო მოქმედებებში ვიღებდით მონაწილეობას, ხო იცი როგორც იყო 2-3 დღე შევდიოდით, მე როტაცია ხდებოდა, მეორე ოცეული შემოდიოდა, ეს ოცეული გამოდიოდა. ამ დროს გვიწევდა მე ამ ოცეულთან ვატარებდი მეცადინეობებს, ვასწავლიდი როგორ მოეწყოთ თავდაცვის ზღუდეები, მე რაღაც დავალებას მივიღებდით, ვასწავლიდი როგორ ჩაგვეტარებინა ისა რა ქვია იერიში, ანუ შტურმი ეგრეთ წოდებული რა, ისევ მათი ტერმინებით ვილაპარაკებთ, თორე ამას შეტევა ქვია კლასიკურად. ხო და მსგავსი რაღაცეები გვიწევდა. მაშინ. და მოხდა ისე რომ ეს ქვედანაყოფები გადაანაწილდა 6 სხვადასხვა სოფელში, ოცეულებად, თითო ოცეული დაემატა ადგილობრივ პასუხისმგებლობის ვიზე რომელ ქვედანაყოფებსაც ჰქონდათ მათ რა, მათ შორის 100.000 ტერიტორიული თავდაცვა და ესეთი რაღაც მოხდა რომ ერთ სოფელში იდგა 3 სხვადასხვა ქვედანაყოფი, ერთი ზესეუს ქვედანაყოფი, აი რეგულარული ჯარის ქვედანაყოფი, სესეოს ჯგუფი 12 კაციანი სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის 12 კაციანი ჯგუფი, ჩვენი ოცეული და ტერიტორიული თავდაცვის ვიღაცეები და ერთმანეთში მათ კომუნიკაცია არ ჰქონდათ არანაირი. ეს იყო საშინელება. ჩავდექით თუ არა, დაემართეთ რუსებს შოკი რა შემოუტიეს რა ერთ-ერთ სოფელს, პატარა სოფელი არის პრიუტნა თუ სწორად მახსოვს და
შემოუტიეს იმ სოფელს და ოპა და მიიღეს კბილებში ეგრევე დახვდა ჩვენი ქვედანაყოფი და ძირითად ბირთვს ამ ბატალიონებში კიდევ ვიძახი წარმოადგენდნენ აზოვის ნამსახურები ბიჭები რომელსაც 2-3 წელი ქონდა ნამსახურები 1 წელი ზოგი სერჟანტი იყო ზოგი ოფიცერი ზოგი უბრალოდ ჯარისკაცი ხო და ხელმძღვანელებად და დანარჩენი ბირთვი იყო აი ეს ულტრასები რა სპორტიკი ულტრასები ფეხბურთის ფანები ვინც ყველაზე მოტივირებული ხალხი არის აი мотиваციის ხარჯზე მოხდა ამ ქვედანაყოფების ტოპში ასვლა რა ყველაზე მოტივირებული ხალხი რომლებმაც შეაჩერეს კბილებში ისეთი მოხდათ ანუ შემართება ძალიან მნიშვნელოვანია მაგის garaშე ეგ არის რეალურად უკრაინის გამარჯვების და დღევანდელობამდე მოვიდნენ პირველ შეტაკებაში უკვე ტყვეები ავიყვანეთ რა რუსების დაუწვით 3 BMP და პირადი შემადგენლობა ვინც გადარჩა და გაიქცა ვინც არა დახვეწა ხო და რო შევედი სოფელი იყო კითხვა რო იციან ხოლმე კაცი მოკალე არა არ მომიკლოს არავინ არასოდეს რა ზილიონაიპოლეში შევედი და მეც ეგ პასუხი დაუხდა ერთი ესეთი კბილი რა იქ ხოზე მეტსახელებია პაზიონოვი ეგრეთ ზუბია თქვა ჩემ სოფელს ქვია ეს ხო ზუბი ხო ზუბელი ცოტა რეკლამა რა რაღაცა რო გამოვიდა ეს კბილი დამხვდა და მორბის გახარებული უნას პალუჩილას კობა ყვირის გამოგვივიდა რა გამოგვივიდა აი როგორც გვასწავლეო თავდაცვა იქ რა გამოგვივიდა მეოთხე ჯიგარი ხარ მივეცი мотиваცია ცოტა მე ხო იცი ხა სხვადასხვა ჟურს იქ რო ჩავიდე ხო რა თქმა უნდა ვიკითხე იქ სანამ და ძალიან ისეთი პოპულარული დამხვდა რომ მივედი კობა რაღაცა აი ანუ იდეაში ეს მაგალითი გვაჩვენებს იმას რომ ტერიტორიული თავდასხმის იდეა ძალიან მაგარია ოღონდ ამას ჭირდება აუცილებლად მომზადება რადგან ჩვენ თქვით რომ თან რაღაც საქართველოსთან პარალელებსაც გავაკეთებდით შემი თვალსაჩინო შენი წარმოსახვით საქართველოს ტერიტორიული თავდაცვა როგორ შეიძლება იყოს მოწყობილი და როგორი მომზადება ჭირდება ამ ხალხს ვინ უნდა იყოს ყველა უნდა იყოს შერჩეული ადამიანები უნდა იყვნენ როგორ წარმოგიდგენთ მე დავამატებ კიდევ თუ ან თუ უბრალოდ აი რა მინდა იცი ყოველთვის მაგას ვამბობდი მაშინაც რომ ჩავედი იმდენი ნახე ეს ხალხი უცებ ხდებოდა გამოსილების მიღება ანუ ზოგადად გამოსილება ხო ბრძოლაში მოდის და რაღაცნაირად რა თქმა უნდა ომი არავის არ უხარია მაგრამ გამიხარდა ის რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ მომენტში ეს გამოცდილება აი პირდაპირ ესე აი წამოვიღოთ და აქ უბრალოდ რაღაცა მოვარგოთ რეალობას აი შევკრიბოთ და მოვარგოთ რეალობას უცებ ანუ მაგას ვერ მივიღოთ ახალი კარგად დავიწყებული ძველია და ჩვენ ეგეთი გამოცდილება მივიღეთ სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომებში 90-იან წლებში როდესაც მოტივირებული ვაჟკაცები გაწავიდნენ ომში და არ იცოდნენ მათ არაფერი, მაგრამ დახვდათ იქ მაშინ საბჭოთა ჯარში ნამსახურები, ზოგი ოფიცერი, ზოგი ყოფილი ჯარისკაცი, უკვე თადარიგის სერჟანტი და ასე შემდეგ, რომლებმაც იარაღის დაშლა მაინც იცოდნენ. და იყვნენ კიდე ავღანელები იყვნენ ძველი ვისაც იქ მოუწია ავღანეთში ბრძოლა და სროლის ხალხი დიდი გამოსილება ხო მაშინ ისწავლეს იგივე მოხდა იმაში აფხაზეთში ომი ვისწავლეთ აფხაზეთში შეცდომებზე იმ მაკელომსხორპლი იმიტომ ქართული ტერაპევტის მოდელი როგორ წარმოიდგენია ხო და აი უნდა მივიდეთ მანდამდე რა როგორ წარმოიდგენია მე საერთოდ ვარ მილიტარისტული სახელმწიფოს მიმდევარი რა იდეის მიმდევარი და მე ვფიქრობ რომ აბსოლუტურად ყველა ქართველმა ანუ ქართველობიდან გამომდინარე საქართველოს ტერიტორიის დღევანდელობიდან გამომდინარე ვიძახდი ჩვენი ისტორიიდან სავარაუდოდ ხო შრომის უნარიანმა და ბრძოლის უნარიანმა ადამიანმა უნდა გაიაროს რაღაც გარკვეული მომზადება და იყოს ჩაწერილი რეზერვში მოგწონს დღევანდელი ფორმულირება არ ვიცი მე დღეს რა ხდება მე მომწონს მე მართლა არ ვიცი რა ხდება იმაში ეროვნულ გვარდიას ვიცი რომ რაღაც პროექტები აქვს, აი აქტიური რეზერვი რო დაიწყო ეგეც ვიცი. ეგ მე უბრალოდ რეალურად ჩარე აი არ ვარ სიღრმეებში ჩასული. ანუ შენ ფიქრობ რომ ეს უნდა იყოს მთლიანად აბსოლუტურად რაღაცა ერთ ვერტიკალში დამორჩილებული თუ შეიძლება იყოს
ტერიტორიების, რეგიონების მიხედვით განაწილებული და ვთქვათ ადგილზე პირობითად ვიძახი სამოქალაქო პროფესიის ადამიანებმა გაიარონ გარკვეული გადამზადება, მომზადება იყოს დაკომპლექტებული რაღაც არ მოხდება ეგეთი. არა, არ მოხდება ზარა, შენს ნაზე გაკითხები. ანუ არაეფექტური იქნება. ანუ ეს არაეფექტური. არა. იმის მიუხედავად, რომ მაგალითად ხერსონის მაშინდელი გუბერნატორი კიმი არის, კორეელი არის წარმოშობით. ნიკოლაევის. ხო, ნიკოლაევის. ძალიან ის იყო, რა ქვია, პოპულარული იყო, ის ვერაფერს ვერ წვეთდა და პირიქით სამხედროებს ხელს უშლიდა მაშინ სამხედრო საქმის კეთებაში. გარდა მაგისა, ჩვენ მოგიხსენებათ, რომ აქ ქვედანაყოფები ისე ყავს გადანაწილებული ამ დისლოკაციის ადგილები, რომ საიდანაც არის საფრთხე და გამოწვევები და დასავლეთ მიმართულება და აღმოსავლეთ მიმართულება. ეს ხალხი უნდა დაექვემდებაროს სამხედრო ხელმძღვანელობას დასავლეთში, აღმოსავლეთში. ანუ მე ტერიტორიული პრინციპით ვიძახი რა, ვინც ცხოვრობს აღმოსავლეთში, ის ხალხი უნდა დაექვემდებარებოს როს და აღმოსავლეთს არტლობას. ქვედანაყოფები უნდა მოხდეს, აი კადრირებული ბრიგადები. კი. ქვედანაყოფები იყო რა. თუ გახსოვთ. მე რაღაცა მე რამდენი კადრირებული ხო, კიდე იყო ესეთი რომ რაღაც დაიცავი შენი სოფელი იყო ესეთი პროექტიც და ეს ყველაფერი დღეს მე მგონი ყველაფერი ეს ინტეგრირებული არის ერთად რა. ყველაფერი ინტეგრირებული არის, მე მართლა მომწონს როგორც მიმდინარე. ყოველ შემთხვევაში იმ ჭაობიდან გამოსვლისთვის კარგი გადასვლა იყო, ვინ როგორ გამოიყენებს. მე ვიტყოდი აქცენტები რაზე უნდა გაკეთდეს რა, ჩემი აზრით რა. პირველ რიგში მე მანდ ვიტყოდი რომ არ ვიცი როგორ იქნება თუ საჭირო გახდება ამ ადამიანებს ხელი არ უნდა შეეშალოთ და უშუალოდ აქ ანუ პირველ რიგში ხელი უნდა შეეწყოთ მათ ჩამოდინებას თუ ეს საჭირო გახდება იმ გამოცდილებას. უკრაინაში ხო. თუმცა თონე გინახე მაგაზე. იმიტომ რომ ანუ ვისაც არ უნდა ესაუბრო ყველას უნდა ჩამოსვლა, მაგრამ გარკვეული შიში უკვე არის. რატომ მე ხო აქ ვარ და შენც ხო? შენ სწორ დროს ჩამოხვედი მეც. არა, რატომ მე ეხლაც წავალ და ჩამოვალ ისე, არანაირი პრობლემა არ არის. ხო, ეგეც არის, მაგრამ რაღაც ხო, სწორად გაუსხაზი იქ რადიკალურს გააჩნია რომ იჭერ და აქეთ რომ ანუ რა მოტივები გამოძრავებს რა მე არასოდეს ჩემი мотиваცია უკრაინაში წასვლის არ ყოფილა არასოდეს პოლიტიკური мотиваცია. აი უნდა მოაშორო რა, იქიდან კიდე პოლიტიკური მითევების პარტიისთვის მე ერთგულება არ შემიფიცავს და არასოდეს მე ბოდიში რა უნდა ეს უნდა აუცილებლად თქვა და საზოგადოება უნდა იცოდეს რა. როდესაც მე ჯარში სამსახური დავიწყე სამხედრო სავალდებულო სამსახურში მაშინ მე თავდაცვის მინისტრი მყავდა რუსულენოვანი ვარდიკო ნადიბაიძე. და მაშინ დავდე პირველად ფიცი ქვეყნის წინაშე და მაშინ დღემდე უნდა ვიყო ერთგული ვიღაც ვარდიკო ნადიბაიძესი და შევარდნაძესი. ეს ხო აბსურდია რა. მე მოხდა ის არა ქვია მოვიდა ბატონი დავით თევზაძე, რომელსაც სხვათა შორის ძალიან დიდ პატივს ავწევ იმის მიუხედავად რომ მაშინ მან კორუფცია ვერ დაამარცხა ჯარში, თვითონ საკმაოდ სუფთა ადამიანია. სისტემა იყო მას. სისტემა იყო, ვერანაირად ვერ მოერეოდი რა კორუფციას. ანუ იმდენად გაფუჭდა 90-იან წლებში ქართული საზოგადოება, საბჭოური განმანაშთი იყო. ეს ისევ საბჭოთა კავშირის გამოძახილი იყო უბრალოდ ანარქიაში. მორჩებად. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ებრძოდა. არა, ებრძოდა. პირველი ამერიკული ფორმები შემოვიდა 99 წლის მიწურულს 2000 წლის დასაწყისში. ამერიკული ფორმები შემოვიდა და ჯარისკაცებს როგორც იქნა ნორმალური ფორმა დაურიგეს. თუმცა სამ ჯარისკაცზე შეიძლება ერთი ყოფილიყო, იმიტომ რომ დანარჩენი იყიდებოდა რა. და ვისაც ყველაზე კარგი ეცვა ის პირველად ადრეს ერთ-ერთ პოდკასტში ვთქვი, საწერკალამი მოყვებოდა რა ინფორმას. უგიზდებოდი. რანაირად მოყვებოდა საწერკალამი კომუნიკაცია. ანუ ვინმე ჩვენ ვამატებდით რაღაცა ჩვენ. არა, იყო. ფორმას მოყვებოდა? კი. ისე ვუდლენდები შემოვიდა. და მე ხო გახსოვს მე აქ რო გადავიდა რომ აი თუ გედო ესეთი ტიპი იყავი რა ცოტა სერიოზული. აქ იყო რა, თან ის ჩასადები ქონდა სპეციალურად. ვუდლენდებში. გავაგრძელოთ ხო? იმას დავუბრუნდეთ. აუცილებლად. ხო არა მოჭრია. არა, რა მოჭრია. ხო, ანუ ტერიტორიული მე რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ, ამას ვიტყოდი რა. იმის მიუხედავად რომ აი საზოგადოებას მე არ ვიცი რა წარმოდგენა აქვს. რამ 1700 კილომეტრი არის თუ არ ვცდები უკრაინაში ფრონტის მთელ სიგრძე რა თუ მეტი ხო ნუ დაახლოებით ზემოთ არის ჯამურად ხო 2000 კილომეტრზე მეტი არის რა
და იმის მიუხედავად, რომ უკრაინა არის ბრტყელი რელიეფი, ეს ბრტყელი რელიეფი, სადაც შეიძლება ბრიგადები კი არა, დივიზიები გაშალო და ისე მოახდინო შეტევა, ანუ როგორც ზოგიერთ მამანს წარმოუდგენია, რომ ანუ ესე უნდა განვითარდეს შეტევა იქნება თუ თავდაცვაში, აი ჩვენ რელიეფს, მაინც უკრაინაში, ბოდიში, ეხლა ცოტა ის ბევრი რამის ერთად თქმა მინდა, ბევრი აზრი მაწვება. ხო და მე ვახულმე რა. იმის მიუხედავად, რომ ამხელა ფრონტი არის, საარმიო კორპუსების ომი მიდის უკრაინაში, ძირითადი აქცენტი არის მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკაზე მაინც გაკეთებული. და თავდაცვა მაგალითად ორივე მხარე თავდაცვაში დგას. ეხლა ორივე არის აქტიური თავდაცვა, ქვია ამას, რასაც აკეთებენ რა. ორივე მხარეს რუსებმაც ისწავლეს ომი, არავის არ ეგონოს, თავიდან იყვნენ დეგენერატები და არ იცოდნენ არაფერი, მართლა გეუბნებით მოძველებული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტაქტიკით მოქმედებდნენ, მაგრამ ისწავლეს ომი, განვითარდნენ ისინიც და გადავიდნენ მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკაზე და მათ შორის იერიშებსაც ახორციელებენ ათეულებით და ოცეულებით და არა ასეულებით და ბატალიონებით და მძიმე ტექნიკა საერთოდ ამოღებული არის დამიჯერეთ იმიდან артиллерიის როლს ასრულებს ძირითადად თან სატრანსპორტო საშუალების. დამთავრდა ამით ყველაფერი, აი საცეცხლე მხარდაჭერა არის სრული. იმის მიუხედავად რომ გაშლილი რელიეფია და თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ რელიეფზე, იმისი თქმაც მინდა რა, რომ რუსეთს უკრაინაში ამხელა ძალებით ომი უფრო გაუადვილდება, ვიდრე საქართველოში კიდე ერთი ამდენი ძალა რო ყავდეს ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე რა. ნახე, აუცილებლად ამოვარდება რა კომპონენტები რა. ჰაერი ამოვარდება. ჩვენ 2008 წელს თურმე ჰაერმა შეგვაშინა, იმიტომ რომ არ ვიცოდით რა შესაძლებლობა ჰქონდა საჰაერო საშუალებებს რა. და ის ბევრმა არ იცოდა საჰაერო ჰაერსაწინააღმდეგო. საჰაერო საშუალებებს, ანუ თვითმფრინავი მაგალითად მოიერიშე ისა თვითმფრინავი ჩვენ ავდექით და მინდორში დაუწყეთ ომი რუსებს და რომ რუსებს მინდორში არ უნდა ეყო. რუსებს უნდა ეომო, დავით აღმაშენებელი ჭკვიანი კაცი იყო და ვიწრო ხეობაში შეიტყვა მრავალრიცხოვანი მტერი და აი დაამარცხა იქ. რატომ? რელიეფი გამოიყენა ძალიან სწორად. ანალოგიურად ჩვენ უნდა გამოვიყენოთ რელიეფი და უნდა აი ხეობებში მთაგორიან რელიეფზე უნდა ვიბრძოლოთ რუსებთან. იმიტომ რომ მინდორში რუსი გვაჯობებს აუცილებლად იმ საშუალებებით, რა საშუალებებით გააჩნია. სანამ ტაქტიკებზე გადავალთ, შეგახსენებთ, მადლობა ბოდიში გასვლიდნენ. შეგახსენებთ გამოვიცემთ თანხი და ალაიქოთ ვიდეო, გააშეროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, როგორც ხედავთ საკმაოდ აქტიური დისკუსია მიმდინარეობს. ეხლა მინდა ცოტა უფრო დავკონკრეტეთ აი ამ მიმართულებით. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ტაქტიკე, ანუ ომის მიმდინარეობა მაჩვენა, რომ ძველი ტაქტიკები მოძველებულია და ახალი ტაქტიკები არა, ძველი არა. მათ შორის აი ეს ოცეულობით შეტევა და ეხაც ჩვენ თუ დავაკვირდებით, აი იგივე დონეცკის ფრონტის გარღვევას ეგრეთ ცდილობენ, მცირე ჯგუფების შეჟონებით. ანუ აი ეს რა მომენტში შეიცვალა, როდის გააცნობიერეს, რომ რაღაცა არის შესაძლებელი. ანუ ძველი არ არის ეს ტაქტიკა რა. ტაქტიკა. არა, წეგან ახსენე რომ ძველი რა. მოძველებული მეთოდები არის თქვა. შეხედე ასეულობ მეორე მსოფლიო ომის დროს მიდიოდა შეტევები დივიზიების დონეზე იშლებოდნენ და ცდილობა მაგისი იყო და შეიცვალა და რა მომენტში შეიცვალა? რუსებს ეგონათ რომ დივიზიების დონეზე შეტევა ეს ეფექტური იყო თავიდან და რამაჩვენა და მათ უამრავი ტექნიკა გაუნადგურდათ იმ პერიოდში, როდესაც ესენი დიდი ქვედანაყოფებით უტევდნენ და აუნადგურებდა ამას ვინ მცირე ქვედანაყოფები. ძირითადად როგორ იყო თავდაცვა უკრაინელების მოწყობილი, ეს იყო ათეულის, აი მაქსიმუმ 20-ულის საყრდენი პუნქტები მოწყობილი თავდაცვაში და აი 20-ული ანადგურებდა ბატალიონს. როგორ შეუძლებელია, ხო არა შესაძლებელია ანადგურებდნენ, იმიტომ რომ სწორად ჰქონდათ მოწყობილი თავდაცვაშიც ეგრე არის ზოგადად უფრო მცირე სექტორები სწორად ჰქონდათ გადაკეტილი, მკვდარი ისინი ზონები არ რჩებოდა, артиллერიაც მეტნაკლებად დამიზნებული იყო წინასწარ განსაზღვრულ წერტილებზე, სადაც კიდე ვიძახი, დიდი ქვედანაყოფებით მოდიოდნენ, ეს კილომეტრიანი კოლონები იყო და დაანახა ეს რეალობა, რომ
ნაკლები რესურსით, როგორც ხალხის ასევე სხვა რესურსებით ხდებოდა უფრო დიდი რესურსის, როგორც ხალხის ასევე სხვა რესურსების დაზიანება განადგურება. აი FPV დრონების განვითარებამ ეხლა გამოიწვია ის, რომ მძიმე ტექნიკა ამოვარდნილი არის რეალურად რა კონტექსტიდან აღარ იღებს ისეთ აქტიურ მონაწილეობას, ასრულებს სატრანსპორტო საშუალების ან საცეცხლე მხარდაჭერის ფუნქციას ისიც შორიდან. დიახ. ტანკი არ მოქმედებს. აი, იმიტომ ვიძახი, რომ მთაგორიან რელიეფზე ისეთი როგორც ჩვენ გვაქვს. ტანკი ჩათვალეთ, რომ არ უმუშავებს. მაგის გამოცდილება ჩეჩნეთის პირველში და მეორე ომშიც მიიღო რუსებმა. რომ ამ რელიეფზე ტანკით ვერ იმუშა, აზრი არ აქვს. ხვდებით? ავიაცია ჩვენ რო გვეგონა რომ აუ რადგან ავიაცია ჰაერში რისიც უნდა გვეშინოდეს, ეს არის მინდორში ანუ ავიაციის უნდა გვეშინოდეს მინდორში. როცა ჩვენ თავდაცვაში ვართ პრინციპში. მინდორში ხომ ამ ქალაქებში ეხა თუ კი ქალაქებში არ უნდა ქალაქებში უკვე თუ კი სადმე რამე უპირატესობა ეხა ცალსახა რუსეთს აქვს ეს ჰაერია ხო სარაკეტო. ანუ რა სარაკეტო თავდასხმები დღემდე ანუ მიუხედავად სუპერპეტრების მის ჰაერისტების მის ეს ფთოსანებს და ბალისტიკურებს ვერ უმკლავდებიან. კი, ანუ მე ვიძახი ავიაცია ამოვარდნილი არის საერთოდ იმიდან რა აღარ არის. კი, სხვათა შორის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა თავის დროზე ფაბები და კაბები. რომელიც ავიაციო, ანუ ისინი არის ბომბები არის და უშევდა ავიაცია. და ეს არის წერტილოვენ დარტყმებს ახორციელებდა. ჰაერი მიწას გულს. კი, იმიტომ რომ კაბების აშინელება არის რა ძალიან თან ზუსტი იარაღი არის რა და აი ზუსტად მინდორში და ქალაქში კაბი იყო საშინელება რა. მაგრამ ჩვენთან ვერ გამოიყენებს ეს, ჩვენთან ვერ იმოქმედებს. ვერც იმ ხარცეთნანაგო შესაბამისად გეყოლება, რატომ ვერ გამოიყენებს შემოვა და მე გეტყვით, ანუ რელიეფი შეიძლება დამეხაზა უფრო ისეთი იქნებოდა რა. აი წარმოიდგინეთ გორა, ხო? და აი აქ რომ აფეთქდება რაკეტა, მისი ჭურვები გაიშლება ესე. და წავა ზემოთ. აქ თუ შენ ხარ კარგად ჩასანგრებული სადღაც შენ ვერანაირად ვერ დაგეცა. აი თუ დაგეცა არ გაგიმართლა რა. ვერ მოხდა მართლა გეუბნები. ხო, გამართლება ნიშნავს. არ იყო შენი დღე. ხო, აი შენ ზემოთ თუ დაეცემა, ისა თავზე გადაგივლის და გადავა ტრაექტორით აი ესე გაიშლება და თუ შენს ქვემოთ დაეცა, მით უმეტეს ვერაფერს დაგიზია. ამიტომ იმისი რა ქვია, ნიჩბის ხმარება ისწავლეთ ქართველებო ძალიან გწოდს. წიგნის კითხვასთან ერთად ხო? ორი უკვე წიგნის კითხვა ნიჩაბი, ანუ სანგლის გათხრა და აზროვნა. აუცილებლად არ დაგეზაროთ და ისა ჯავშან ჯილეტის ტარება კიდე აუცილებელი არის დამიჯერეთ ჩაფხუტთან ერთად. მე ხო, ჩაფხუტთან ერთად მე ისწავლეთ მიხდები. აქ მოდი მისი შემოვიდეთ ადამიანური ისტორიის შემოვიდეთ, შენი დაჭერს ამბავი მოხევი თუ ძალიან ცნაომი არა ხო? სიმართლე გითხრა განსაკუთრებული არაფერი რა. ანუ ესე სოფელი არის ესეთი მალინოვკა ზაპოროჟიის ოლქში და იმ მალინოვკაში ყავდა ოცეული. და დილას 5 საათზე დაიწყეს ძალიან შემოტევა რა იმაში იმ სოფელში და უკან დაიხიეს ჩვენმა ქვედანაყოფებმა, მათ შორის რომელიღაცა სადესანტო ესე ბრიგადის ქვედანაყოფზე იყო დამატებული ჩვენი ოცეული და მოხდა ისე რომ უნდა შევსულიყავით დავხმარებოდით ბიჭებს რა, მაგრამ მე არ მიწევდა შესვლა რა, მე ბატალიონის მეთაურთან ერთად ვიყავი და ანუ ვეხმარებოდი გადაწყვეტილების მიღებაში და რამოდენიმე ქართველი მახლა კიდე ჩემი მეგობრები არიან ძალიან მაგარი ვაშკაცი ბიჭები და ის იყო ვისაც უნდა შევეყვანეთ იმ სოფელში, ანუ გზა ქონდა, ანუ რუსები რა დამიჯერეთ იციან ომი ძალიან კარგად და ყველაფერს აკეთებენ კლასიკურად რა. ანუ შეტევის მთავარი პრინციპები რა არის რა? იზოლირება, ჩახშობა და შემდეგ დაპყრობა არის რა. ანუ isolate, suppress და defeat, ან დაამარცხო, ან ისა conquer რა. ან დაპყრობა, ან დამარცხება, ან დაპყრობა და ანუ რაც გააკეთეს პირველ რიგში მოახდინეს სოფლის იზოლირება რა. და როგორ თავარი გზა რომელიც შედიოდა ამ სოფელში, ორი ტანკი იდგა შორს 2-3 კილომეტრში და ამ გზას უბრახუნებდნენ, უბრალოდ დამიზნებული ჰქონდათ ამ გზაზე და ყოველ რამოდენიმე წამში ერთხელ ბახ ბუხ მიდიოდ, მანქანა ვერ გაივლიდა ფიზიკურად რა. იყო შემოვლითი გზა და ამავე დროს არლანები დაფრინავდა იმაში. ცაში ხო, სადაზვერო უპილოტო საშუალებები არის რუსების.
და ვისაც უნდა შევეყვანეთ ის შემოვიდი გზა ვინც იცოდა იმ მალინოვკაში მე არ ვიცოდი მაგალითად რა და თან მაშინ ხო ტექნიკა არ ყავდა ჩვენ და იმეებით ჯიპებით და ესეც პატარა მანქანები და იმედ რა ქვია მარშრუტით შევიყვანა ეს მოკლედ პირველი ბატალიონის 22 კაცი თუ 26 კაცი იყო გამზადებული რომ უნდა შესულიყვნენ და დახმარებოდნენ იმათ რა იმ ჩვენ 20-ს და ვერ შედიან რა ვერანაირად იმიტომ რომ გზა არ იციან და იმან ის ვინც იყო ბატალიონის მეთაური იმების მედესანტეების იმან გამოიტანა პლანშეტი და ესე მაშვენა Google რუქაზე რომ აი ეს ქარიო და ესე უნდა მოუარო და ესეა ჩასასვლელიო და მე ვთხარი კი ბატონო მეთქი და ესე სლიპს რო შევხედე თვალებში უხარჩუქს იმის თვალებში ეწერა რომ აი თან ბიჭები დაგვეკარგა რა იქ 1-4 კაც ვერ პოულობდით ანუ რა კავშირზე არ გამოდიოდნენ და მე კავშირე იყო კიდე რა რომელსაც სათადარიგო რადიოსადგური წამოიღო რომ ის მანქანის აკუმულატორზე იყო რა რომ მალე არ გამიგარიყო კი და ზურგზე ქონდა ზურგჩანთაში ჩამოკიდებული და ის რადიოსადგური რა იყო ისი მოტოროლა აი ტაქსებს რომ მოტოროლა ედგა თუ გახსოვთ აი რამოდენიმე 10 წლის წინ თბილისში აი ეგ მოტოროლები იყო და ამ ჩემ ბიჭებს უთხარი რომ რა ვქნათ მეთქი ბიჭი შეიძლება მოვკვდეთ მეთქი რა და წავიდეთ თო კაცო ერთი მყავს რუსული არ იცის რა და რუსულად იცის მარტო პოხუი ხო და მე ვუთხარი წავიდეთ მეთქი ძმა და პოხუიო პოხუი წავედით დავაიცესოდნევა დავდექით წინ კოლონაში პირველი ჯერ გზად შემეშალა თან როგორი დაბომბვა მიდის ცით აი ჩვეულებრივად არტილერია უბრახუნებს წინ ჭურვები ეცემა კინოში მეგონა თავი მაგრამ ადრენალინზე ამას ვერ ზნობ რა და როგორც იქნა შევედით სოფელში დაგვრჩა კილომეტრი გქონდა ფეხით გასავლელი იმამდე რა ქვია ჩვენებამდე რომ ისულიყავით თუმცა სადღაც 200 მეტრში უკვე მოწინააღმდეგე იყო და მასთან აი კონტაქტშიც ვერ მოვასწარი შესვლა ისე არ ვიცი რა აი უკვე რომ უნდა წავიდეთ ხო ის გადაუჯგუფდით გადაადგილებას ვიწყებ უკვე და აი არანაირი ხმარი და უცებ ესე კივილიც ხო და ბახ რაღაცა დაეცა ჩემთან ახლოს ეგრევე და მე ვერ მივხვდი მეთქი რაღაცა კენჭი მოხვდა რა ფეხში და მოაყარეს კიდე რა დაიწყეს დაბომბვა და შევარდით ეზოში უნდა გაიშალო გაფანა გაიფანტო და დაწვა და თავში საფარი ვინც ნახა და ეს რო დავწკი მე იმან მომოძახა ჩემო მეგობარმა ვისთან ერთადაც ვიყავი რომ დაჭრილი ხარ რომ შეცუდო კაცო ეს მითხრა და მე ვთქვი თუ დაჭრილი ვარ რამოს სიტყვებს რაღაცა მეძახე მოვიდა და საიზოლაციო ლენტით შემიხვია მარტო მე არ გეუბნებ ესე იგი მაგრამ არა შენ დაჟე იმას არ მეუბნები იმან რაც მე სახში მაქვს შენახული ისა რა ქვია იმას ნამსხრევი და რიჟი დავარქვი იმიტომ რომ იმ პაკროვსკაიაში ვერ ამომიღეს იქ საველე ჰოსპიტალში რა მე არც ვიცოდი რომ ეს მქონდა ფეხში გაჭედილი 9 კაცი დამეჭრა ერთი დაიღუპა მაგ დროს დაახლოებით 2 საათი მოვდით მაგის მერე ამ ბიჭების ევაკუაციას და გამოსვლას ამასობაში ჩვენება მოახერხეს და მოხდა გადაჯგუფება ამით შევინარჩუნეთ ეგ სოფელი მალინოვკა განხორციელდა საღამოს მერე კონტრშეტევა ანუ ეს მალინოვკა რატო იყო მნიშვნელოვანი რა გულიაიპოლე გაგონილი გექნებათ რა ვილიკაენავას ოლკაც იცი სადაც არის რატი შემდგან ადევნებ თოკურს და აქ შუაში მიდის ერთი დიდი ტრასა რომელიც არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ტრასა ძალიან და ზაპოროჟიის ოლქისთვის რა ეს მალინოვკა რო ზაპოროჟიას რომელიც აკავშირებს დონეცკთან ოლქს არა დონეცკის ოლქში რომელიც გზად შედის ეს დიახ გულიაიპოლიდან ვილიკაენავას ოლქას და იქით უგლედარი და ისინი პრაქტიკულად ცენტრალური ტრასა რაც ვიწროა მაგრამ ოლქებს ყოველ შემთხვევაში აკავშირებს კი ბატონო ხო და ეს მალინოვკა არის გულიაიპოლესა და ვილიკაენავას ოლქას შორის სოფელი ერთ-ერთი რომელიც რომ აეღოთ ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის ტრასა იყო დაკარგული საიდანაც ხდებოდა მომარაგება და რეზერვების შევსება რა მათ შორის გულიაიპოლეს აი კარგია რომ გადარჩი და ახლა გიორგობა დღე იყო თან რა ეს 6 მაისი და იცი ახლა რა თემაზე გადავიდეთ კი გადავიდეთ აი ამ FPV დრონებზე და პრაქტიკულად ამ FPV დრონებმა რაღაცნაირად გაყინა ფრონტი ხო რეალურად FPV დრონებმა გამოიწვია მხარეების დაშორიშორება უბრალოდ როგორ იცი
ნაცრისფერი ზონების გაზდა, რომ ანუ დაუკავებელი შედიან, მაგრამ დაკავებული არ არის რა. ჩვენ ვთქვით, რომ აი ტაქტიკა რამდენად შეიძლება. ტაქტიკა რომ შეხედეთ საუკუნეების განმავლობაში არ იცვლება რა. რაც არ უნდა ტექნიკა განვითარდეს. რაც არ უნდა რაღაც სასწაულ მოქმედი იარაღი მოიგონონ, თუ რაღაც გარკვეული ტერიტორია ქვეითმა არ დაიკავა, ის ტერიტორია არც დაპყრობილად ითვლება, არც დაკავებულად და არც წარმატებად ითვლება მიღწეულად რა. ამიტომ აი ამან გააჩინა ამ FPV დრონების განვითარებამ და ეხლა მეც გეტყვით, თავიდან ეს მანძილი იყო პატარა ამ FPV დრონების, მერე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, დიახ, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ხდებოდა მათი სიგნალების ჩახშობა მეტნაკლებად და ცდილობდნენ გადაჭერას, ჩამოგდებას და ნუ ეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები ეფექტური იყო მათ წინააღმდეგ. მაგრამ შევერთეს ოპტიკა და დიახ, მაგრამ ისწავლეს ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის შეერთება, შეერთეს და ეს მანძილი გაიზარდა 15 კილომეტრამდე დაახლოებით. ხო და ეს ნაცრისფერი ზონები არის 15 კილომეტრი რა და თან იქ რაღაც კონკრეტული ობიექტი კი არა, აი ქარსაცავი ზოლები არის და ნაკვეთები ველია, ტყეები და დაიღლებით რა, რომ გახედავ ესე გორას ვერ დაინახავ. და ჰორიზონტ ჩანს, სადაც 20 კილომეტრში ჩანს. ვერ მიხვდებით, რომ მე პირველად მაგ მხარეში ვიყავი, მანქანით გადავადგილდებოდი, რომ ვერ ხვდებოდი, რომ მოძრაობდი, იმიტომ რომ არაფერი არ იცოდა. არაფერი არ იცოდა. პასატკა, კიდე პასატკა და დამთავრდა. კაი, იცი რისი კითხვა მინდა. შენ თქვი, რომ აი თქო ტანკებს აზრი აქვს დაკარგული რაღაც, მაგრამ აი მარტო ამ FPV დრონებით, აი ამ ტაქტიკებით ამდენად შესაძლებელი. კაი, თავდაცვა გასაგებია. და ისედაც იერიშიც რა. საერთოდ დღეს სტატისტიკურად 70% დაზიანების, მოწინააღმდეგის დაზიანების ორივე მხრიდან მოდის FPV დრონებს. ხო, შეტევაში როგორ წავიდეთ? პირველ რიგში ჯერ FPV-ი ამუშავებ იმას, როგორც артиლერიას იღებდნენ. გადახო. ხო. და მე მიდის ქვე. კაი, ეხლა მოდი ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ, მაგ ხრივ როგორ შეიძლება აქ განვითარება? ჩვენ მაგრად გაგვიმართლა რელიეფში. ხო, აი რელიეფთან გვამინდოდა, იმიტომ რომ ხა დრონის ფრენას მაინც ის ჭირდება, რა ქვია, ხო? რაღაცა სივრცე. კი, ამ რელიეფში ამდენად მარტივი არის ამისი ფრენა, ამდენად მარტივი იქნება ამისი გამოყენება. შესაძლებელია ხა ვინმეს არ გეგონოთ რომ მიგვინდა, მშვიდობა გვინდა, მაგრამ მაგიტომ მშვიდობა რო გვინდა, მაგიტომ მომწონდა. ჩვენ რელიეფზე ჩვენ გაგვიმართლა ესეთი რელიეფი როგორ რა. შეუძლებელი არ არის ამ დრონებით. აი ვინც იცის ხლა დრონის მართვა, ისინი სიტყვიან რომ ეს არის რა. ჩვენი რელიეფია მოგეთ. თუმცა იმაში ბევრ რამეში დასარებული დასარებულია, მაგრამ აი რაც შეეხება ოპტიკას რა, ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელს. აი რა ვერ გამოიყენებ ჩვენ. მაგაში ეს რა. ესე. ხვდები და ჩვენ ამიტომ ასე ვერც მარტივად დაახშობ. რადიო, ნუ რა არის, ის თვითონ ეხშობა. რადიო ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით და დატოვეთ მინდა ეხა. დაახშობ. პირიქით ჩვენთან უფრო დაახშობ. უადვილი არის ანუ თან ხო იცი ეს რებით დაახშობა როგორ ხდება, რაღაც გარკვეული მონაკვეთი ირთვება, ის უნდა დაახშო რა, აი მოდმე. აქეთ თაახშობს, აქეთ თაახშობს და შენ ამას დაახშობ და რაღაცა გამოვიდა. მან ახალნი მეებს აკეთებენ, ანუ დაბალ სიხშირეებს წერენ რა და ამ დაბალი სიხშირეებით დაფრინავენ, ხო კი არის. აი დრონში კი მაიციან რა რაღაც სხვა სიხშირეებით დაფრინავენ, ანუ მართვა ხდება დაბალი სიხშირეებით. თუ მაღალი აი ზუსტად ვერ გეტყვი მაგას, მაგრამ ძალიან მაგარი დრონის სპეციალისტები ვინც არიან, მაგათ მაიციან. რადგან დრონებზე ვაპარაკობთ, მე როგორც მახსოვს. თუმცა ჩვენი რელიეფი კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ უპირატესობას გაძლევს, აი დრონები ჩათვალეთ, რომ აი თუ 100% ეფექტური არის უკრაინაში ამ პასატკებში, აი იმაზე ჩვენთან ალბათ 30% ეფექტური იქნება. სხვა რაღაცას უფრო აქვს. ანუ უკრაინის ტერიტორიამ გამოიწვია ეგ, რომ უპირატესობა მიეცა. აი ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყენებდით დრონებს ჩვენ ტერიტორიაზე რა. FPV-ს მithumet. როგორ მე მახსოვს, რომ მათ შორის დელტაშიც იყო ერთი პერიოდი ქართული დრონების წარმოების ამბები. თქვენ სანამ იქ იყავით, ან მე რო წამოხვედით თუ გაქვთ ინფორმაცია, მაგ მიმართულებით როგორ ვითარდება, თქვათ ან ჩვენ წარმოება გვაქვს, ან ყიდულობთ, ან
რა ვიცი ამაზე საჯაროდ რა მოიყოლა. დღეს ვერ გეტყვი რა ხდება საერთოდ რა, იმიტომ რომ ჩვენი სამხედრო წარმოება არ ვიცი რა ხდება. ყველა ვარიანტში სათანამშრომლო იქნება ჩვენს სტრატეგიულ მეზობელთან, მაგ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან დიდი კი, იმიტომ რომ ნუ რაღაც ახალი ურესპეცი გამოგონება. ანუ ეხლა თან ახალი დრონები გამოიყენეს, ჩვენ ვარიანტში არა, შეიძლება არ იყოს გამოსადეგ არის ზღვის დონეზე მოსრიალი თუ ფრინავი. მაგრამ მაგ საკითხს თუ დავუბრუნდებით, უეჭველი დაგვჭირდება. საერთოდ არ ჭირდება სამხედრო წარმოება FPV დრონებზე. ეს მისი დეტალები როგორია ჩვენი ძმაკაცი, რომელიც არ ვიტყვი. ხო. რატო არ ვიტყვი? რა თქინდა? კაი ხო. დავით. ხო. იყიდეთ ისა რა ქვია პრინტერი? კი. 3D პრინტერი და 3D პრინტერზე ბეჭდავენ ამ FPV დრონებს. სათადარიგო ნაწილები უნდა შეიძინონ უბრალოდ. პრინციპში სუს თავიდან ითიც დავიწყეთ, პრაქტიკულად ეგ გამოდის, რომ თან ერთი პულტით შეგიძლიათ ბევრი სხვადასხვა დრონზე დაამონტაჟოთ. რაზეც თან არაერთ ეპიზოდში ვისაუბრია, არის ის, რომ იბრძვის ერი და არა შეერგებული ძალები და მათ შორის უკრაინაში ჩემი დაკვირვებით, უკრაინა რამაც გადაარჩინა და რამაც თქვა აი ეს აქტიური თავდაცვის საშუალება მიცა და ახლა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს საკუთარი დროშა აქვს, საკუთარი ხალხი ყავს, საკუთარი შეერგებული ძალები აქვს, არის ის, რომ ერი პოლიტიკური ერი შედგა, არა ნაციაზე დაფუძნებული, არამედ ნაციაზე დაფუძნებული, ნაცია არის პოლიტიკური გაგება. ხო, ნაცია პოლიტიკური გაგებით, რა პოლიტიკური ერი მე მაგას ვეძახი და არა მარტო უკრაინელი რა, მაგას ეთნიკური და ხო, ეთნიკურ ნიშანზე ჯგუფზე არ არის საუბარი. ისინი შედგა როგორც ერი და ეს იყო რაც ასე ვთქვათ, რამაც გადაარჩინა უკრაინა, რაც დავასკვენით, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ საქართველოშიც იმისთვის რომ გადავრჩეთ, როგორც სახელმწიფო. კი ბატონო, ჩვენ ერად უნდა ჩამოყალიბდეთ და როგორაც უნდა შევიკრიბოთ, როგორც პოლიტიკური ერი რა. ვისარგებლოთ ჩვენ ხვდებით. Да, ჩემს украинელ მეგობრებს მიულოცავ друзі, вітаю вас з Днем Незалежності. Слава Україні. Героям слава. Вітаю з Днем Незалежності. მე მგონი უნდა გავუვეს ბოლოში, ხო თუ არ გვაქვს რამე. კი, მე მაქვს ერთი პატარა მესიჯი, რომელიც, ჩვენ ხო ერის მიმართ მაქვს მეც მესიჯი, თორნიკე უნდა გაგაწყვეტი, რა უზრდელი არა იმ კამერაში. ამ კამერაში, თმები გავისწორ. კარგად. დღეს დღეს კი არა, ომის დაწყების პირველი დღიდან იმის მიუხედავად, რომ ძალიან დიდი ქვეყანაა უკრაინა და დიდი შეერაღებული ძალები უნდა ყოლოდა და რაღაცეები უნდა შეძლებოდა თავისთავად არ შეეძლო და ძალიან ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა და უკრაინელების ბრძოლის უნარიანობა შეინარჩუნა აი ვალანტიორულმა მოძრაობამ, რომელი ვალანტიური მოძრაობას ჩამოყალიბდა პირველივე დღეებში რა. დღესაც იმის მიუხედავად, რომ ბევრ დახმარებას იღებს ეს სახელმწიფო გარედან, სხვა სახელმწიფოებისგან, უკრაინელები, რომლებიც წასულები არიან დიდი ხნის გადახვეწილი მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ სხვა რომელიმე ქვეყანაში, ანუ ეს ემიგრანტები ძალიან სერიოზულად ინახავენ ფრონტს რა. ძალიან სერიოზულად ინახავენ ფრონტს, აღჭურვილობა, სამედიცინო საშუალებები თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რამდენი სამედიცინო საშუალება არის საჭირო ყოველდღიურად უკრაინის ფრონტზე და ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს ომისაგან, მაგრამ ბუნების კანონზომიერება ეგრეა რა, შენს გარშემო რაც ხდება, შენამდე აუცილებლად მოვა ადრე თუ გვიან და ამისთვის მზად უნდა იყო, ჩვენ თუ გვინდა რომ ვიყოთ ერი და გვერქვას ქართველები ისე როგორც რამდენი საუკუნეა 4000 წელიწადია დაახლოებით ქართველები ვართ და უნდა მოვემზადოთ იმისთვის რომ ვიყოთ ბრძოლის უნარიანი, უნდა შეგვეძლოს ბრძოლა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაცვა. რავი, რამ ბევრი მესიჯების თქმა მინდა კიდე ერისთვის რა, მაგრამ ორი უკვე ხო თქვი? კი. ნიჩფები და ციგნები. და არასოდეს ქართველებს იმისი არ შეშინებიათ, რომ მტერი მრავალრიცხოვანი არის და იმითიო რა ქვია, ჩექმებითო რო გვესროლონ ჩექმებიში ჩაგვფლავენო რა. ხილაკს რო დააჭერენ, ხო, კავკასიაში გადანება და ლავა გადა ხო, რაღაცა სისულელეები, პირიქით ყოველთვის ისტორიის განმავლობაში ჩვენზე მრავალრიცხოვანერს ვებრძოდით. იმპერიები, აბსოლუტურად ყველა იმპერია, რომის იმპერია, ბიზანტია, სპარსეთი,
სელჩუკთა იმპერია, მერე ოსმანთა იმპერია, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ სელჩუკები და ოსმანები აბსოლუტურად გენეტიკურად სხვადასხვა თურქები არიან, რომ იცოდეთ. და რუსული არცეთი გვარგებს რუსული იმპერიას დაემხო თავის დროზე, მერე საბჭოთა კავშირი იყო იმპერია და სამართლო მემკვიდრე. ხო და ჩვენ გადავრჩით რა და გადავრჩით იმის ხარჯზე კი არა რომ მარტო რაღაცა მაგიური ხელი გფარველობდა და ასე შემდეგ. თორე მაგიური ხელის მფარველობაზე თუ ჩვენ ხელს არ გავანძრევთ, არავინ არაფერს არ დაგიცავს რა, არც ის ხელი დაგიფარავს. რომ არ გვებრძოლა, დღეს ჩვენ არ ვიქნებოდით რა. დღეს ჩვენ არ ვიქნებოდით არავითარ შემთხვევაში. რო დადით გეხარდა ამაყობთ ამ საქართველოს ისტორიით და 1/5-ზეო და ეხლა რამ დაგვაბეჭავა და რამ შეგაშინათ, აბა ომი გინდათ, ომი არ მინდა. თუმცა ესეთი ჩაძინებები ჩვენ მქონია ბევრი. ამაზე უარესები მქონია, ერი საერთოდ დანაწევრებული იყო და როგორც დღეს ავართ, ანუ შეკრული ერად მეტნაკლებად ესე არ ყოფილვარ და სამწუხარო არის, ესეც ისტორიიდან გამომდინარე არის თორნიკე, რომ ხალხის აი სახელმწიფოებრიობას ვერ აღიქვავს და ვიღაცა ყველა თავის პატარა უფრო აი კუთხეს მიიჩნევს ალბათ. ისევ წიგნებთან დავუბრუნდით პრინციპში ჩვენ და სამწუხაროა. ნუ არა ისტორია უნდა წავიდეთ. კიდე დამატება. ხო, დაასრულე. გაგაწყვეტიდნენ წეგან ბოლოს. არა, პირიქით რა პრობლემაა. ანუ მე გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ძალიან თავისუფლად ჩვენ მეგობრებთან ერთად როგორც უკვე ნახეთ და ნახა მაყურებელმა წერთ თავისუფალ თემებს, რა თქმა უნდა ჩვენი რაღაცის გვაქვს, ესე რომ ვთქვათ, გეგმა, ხან ვწდებით მაგ გეგმას, ხან უბრალოდ სიტუაციას, ხო. შემთხვევაში მაინც ჩვენი გეგმა ისაა, რომ ბოლომდე ამოვწუროთ რაღაც საკითხები, ვიღებთ რჩევებსაც, რა თქმა უნდა, იქ მეგობრები გვყავს, საუბრობენ, საჭიროება შეიძლება ჩვენ ვერ დავინახოთ იმით და სხვა იყოს, მაგრამ რაც მოსალოდნელი იყო, უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ ვიღაც მათ შორის ჩვენი მეგობრებით რატომღაც ხედავენ ამ ყველაფერს იმ ჭრილში, რომ ჩვენ რაღაც პოლიტიკური განცხადებები უნდა გავაკეთოთ, თუმცა პოლიტიკას ვერავერიდებით, მაგრამ ეს არ არის რაღაც პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებელი რაღაც ასე რომ ვთქვათ, პორტალი გახსენით, რაღაც ზიგوارთ და რაღაც ჩვენი თვალით ნანახი ჯარი, ჩვენ ვართ სამხედროები, ჯარისკაცები, რატის თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი ჩვენ მოგვიძღვნა და ჩვენ ამბებს აშუქებდა თუ არა ჩვენი მოწინააღმდეგის ქმედებებზე იყო აგებული საწინააღმდეგო რა თქმა უნდა და რაღაც არ მინდა რომ ვინმეს იმის შტაბ-ბიძღება დარჩეს რომ ჩვენ ვიღაც აქ შეკვეთებს მივიღებთ და ვიღაც ის თითქოს რაღაც პოლიტიკურ პარტიას უნდა ვემსახურებოდეთ ჩემგან და აქ მოსული სამხედროებისგან ამას ყველა შეიძლება ველოდოთ იმიტომ რომ მე ჩემს პოლიტიკურ სიმპათიებს დავაფიქსირებ იქ სადაც საჭიროა. აქაც ფიქსირდება რაღაც თუ შეცდომა საჭიროება თვლით რა რომ აქ გამოხვიდე და ვიღაცების შეცდომებზე ან თან შეკვეთები რა რაღაცა ვიღაცა გული წდება რომ თუნდაც ვერ ლაპარაკო სხვა თემაზე ვლაპარაკო. ოდიში მაგრამ ჩემი აზრით ჩვენ აქ პოლიტიკაზე გვილაპარაკია, თუმცა ჩვენ აქ ვერიდებით პარტიულ და ამაზე გვილაპარაკია. მაგას გულისხმობ ვერ გამოვეც. პარტიულ საკითხებზე პას ამ კონკრეტულ პროექტში. თორე ერის გაერთიანებას პოლიტიკა. ხო, აი პარტიულზე ვიტყვი რა, ეს პარტიული თვითონ რომელიც პოლიტიკა მათ შორის რა ხარ ხედვართებს საუბრობთ, ესეც პოლიტიკის კი, ხო, რა ჩვენ ხო ვისაუბრებთ მაგაზე, რომ შეიძლება არასწორად ვამბობთ ამ პოლიტიკურ რაღაც. პარტიები პას, პოლიტიკა კი ბატონო, ჩვენ გვილაპარაკია პოლიტიკაზე და გვიფიქსირებია პოლიტიკური შინაარსის აზრებიც, როგორც თორნიკეს ისე სტუმრებს. ასე რომ მოკლედ გულთან ახლოს არ მიიტანო. ნიჩბები, წიგნი, ისტორია, რეალობის აღქმა მეზობლების გამოსვლების გაზია გამოვიდა რა. ხო, მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ უნდა მიდიხართ. სასიამოვნო იყო. მეც მომიდა ხელი ჩამოვთ. იმედი მაქვს რომ ბოლომდე შემოგჩით, ვიყურეთ თუ აქამდე არ გამოგწერეთ არხი. ახლა გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო, გააგზავნეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა ნახვამდის მომავალ ორ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.